დღევანდელი დღის თემა. ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს შვილები მის საშოში. გსურთ, გავაგრძელოთ ჩვენი გუშინდელი საუბარი? გუშინ ვერ შევძელით ისააკის შესახებ თხრობა დაგვესრულებინა და იმაზე შევჩერდით, რომ ისააკის დაუცხრომელი ლოცვით რებეკას საშო აღიძრა შვილიერებისთვის და, როგორც ნათქვამია, დაზიანებული ბუნება გაიხსნა. ეს ყველაფერი ჩვენ საკმარისად განგიმარტეთ, როდესაც აღურაცხეთ წელთა რაოდენობა ნეტარმა მამამ ლოცვასა და ღვთის წინაშე ამის გამო შუამდგომლობაში რო გაატარა. შემდეგ უნაყოფობაზე ვისაუბრეთ და ის მიზეზი განმარტეთ, რომლის გამოც მართალი მეუღლენი უშვილონი იყვნენ. ამით დავასრულეთ ჩვენ გუშინდელი ჩვენი სიტყვა. დღეს კი ჯეროვნად უნდა შევისწავლოთ რებეკას სულის ღვთისმოშიშებაც, რათა არამხოლოდ მართალი ისააკისგან მივიღოთ სარგებელი, არამედ რებეკას შესახებ მონათხრობმაც აღგზრას, შევეჯიბროთ მას კეთილგონიერებაში. გარდა იმისა, თუ როგორ ისმინა უფალმა მართლის ლოცვა და როგორ დაორსულდა რებეკა, წმინდა წერილი ამბობს. ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს შვილები მის საშოში და ამის გამო იგი მწვავე ტკივილს განიცდიდა. ქალმა თქვა, თუ ასეა, რიღასთვის ჩამესახნენ. რებეკას ერთი ყრმა როდი უნდა ეშვა, იგი ორს ატარებდა და ამის გამო საშოში სივიწროვე ძლიერ აწუხებდა. ყურად საღებია ამ ქალის ღვთისმოშიშება. იგი არის სწრაფვის რაიმენაირი კაცობრივი შემწეობისკენ, როგორც ბევრი ახლანდელი უზრუნველად მცხოვრები ქალი იქმს. არ სთხოვს დახმარებას მათ, რომელნიც მსგავსი მოვლენების განსჯას საკუთარი გონებით შეუდგებიან ხოლმე თავისებური მინიშნებებითა და დაკვირვებით. რებეკას მატყუარების ცდუნებების არ სწამდა ისეთების ადამიანურ ბუნებაზე აღმატებულს რო პირდებიან. იგი ღმერთისთვის საკითხავად წავიდა. დაახე მის კეთილგონიერებას. მან იცოდა, რომ თვითბუნების მეუფემ გააღო მისი საშო და უნაყოფო მუცელი მოულოდნელად ნაყოფი ერქმნა. ასევე რებეკამ დაინახა, რომ მუცლის გამრცობით მას რაღაც დიდი მოელოდა და ამიტომაც წავიდა ღმერთისთვის საკითხავად. მან ჭეშმარიტ ცოდნას მიმართა. მღვდელთან, უფლის მსახურთან გაეშურა, რა კი სურდა, ფარულად მიიღო მისგან უწყება. ყველაფერი უამბო და მისგანაც სარწმუნო სიმართლე შეიტყო, რადგან კაცთმოყვარე ღმერთმა მღვდლის ბაგეებით გაუცხადა და ამის შემდეგ იგი კიდევ უფრო მოშურნე გახდა. შენ რომ მიხვდე თუ რამდენად აღმატებული იყო სამღვდელო პატივი, ამიტომ წერილი კი არ ამბობს, რომ პასუხი მღვდლისაგან მიიღო, არამედ წავიდა ღმერთისთვის საკითხავად. წმინდა წერილი დასძენს და უთხრა ღმერთმა მას. მაშა სადამე, უთხრა მღვდლის მეშვეობით. ორი ხალხია შენს მუცელში. სხვა ადგილას წმინდა წერილი მღვდელს ანგელოზად მოიხსენიებს და ამით აჩვენებს, რომ მღვდელი აუწყებს იმას, რასაც სული წმინდა შთააგონებს. ამგვარად, რებეკას ღმერთმა მღვდლის ბაგით უთხრა. ორი ხალხია შენს მუცელში, ორი ტომი გამოვა შენი საშოდან. ერთი ტომი მეორეზე ძლიერი იქნება, უფროსი უმცროს დაემორჩილება. ეს წინასწარმეტყველება შემდგომ მოვლენებში ახდაა. ყრმები მუცელში თავიანთი მძლავრი მოძრაობით უკვე ყველაფერს ზუსტად მოასწავებდნენ. და გარდა ამისა, თვით ქალმაც იცოდა არა მარტო ის, რომ იგი ორ ჩვილს შობს, არამედ ისიც, რომ ეს ორი ყრმა ხალხებად გაიზრდებიან და რომ უმცროსი უფროსზე იბატონებს. როდესაც შობის ჟამმა მოაწია, წმინდა წერილი ამბობს. გამოვიდა პირველი სულ მთლად წითელი და თითქოს ტყავ-ფუჩით შემოსილი და დაარქვეს მას სახელად ესავი. მერე გამოვიდა მისი ძმა, ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა მოჭიდებული და დაარქვეს მას სახელად იაკობი. ღმერთმა თავიდანვე მოასწავა, რომ უმცროსი იბატონებს უფროსზე. ნათქვამია, რომ იაკობს გამოსვლისას ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა მოჭიდებული, ეს კი ნიშანი იყო იმისა, რომ იგი ძლევს მას, ვინც ძლიერი ჩანდა. აღსანიშნავია, რომ წმინდა წერილი უკვე წინასწარ მოასწავებს მომავალ მოვლენებს, როდესაც თავიდანვე გვიჩვენებს თითოეული ძმის საქმიანობას. ერთი ნადირთ ჭერის ოსტატი იყო, მეორე კი მიწათმოქმედი, უბრალო ადამიანი და გამუდმებით სახლში ცხოვრობდა. ამის გამო რებეკას იაკობი უყვარდა, ისააკს კი ესავი, რადგან ნანადირევი იყო მისი საჭმელი. ამბობს წერილი. შეხე მშობლებიც კი განასხვავებენ შვილებს. დედა ხედავს, რომ იაკობი უბრალო გულის ადამიანია, გამუდმებით შინაა და უპირატესობას მას ანიჭებს. მამას კი ესავი უფრო უყვარს იმის გამო, რომ იგი მისი პირმშოა და უყვარს მისი ნანადირების გამოც. თუმცა ისინი ასე იქცეოდნენ ბუნებრივი სიყვარულით, მაგრამ წინასწარმეტყველება, რომ უფროსი უმცროს დაემორჩილება ნელ-ნელა სრულდებოდა. აი, ახლა ვენახავ. წმინდა წერილი ამბობს, მოამზადა იაკობმა შეჭამანდი და ესავიც დაბრუნდა ველიდან დაღლილი, უთხრა ესავმა იაკობს. შემახრეპინე წითელი, ეგ წითელი, რადგან დაღლილი ვარ. ამიტომაც ეწოდა სახელად ედომი. უთხრა იაკობმა, ახლავე მომყიდე შენი პირმშოება. ამაზე ესავმა მიუგო. სიკვდილის პირას ვარ და რაღაც მინდა პირმშოება. მაგრამ იაკობი მოითხოვს ფიცსაც, რომ ესავის დათმობილ პირმშოებას იაკობი მთელი სისრულით მიიღებს. იაკობმა მოსთხოვა დაფიცება, რომ პირმშოების მისთვის დათმობის შემთხვევაში ყველაფერი მთლიანად მასზე გადავიდოდა. შეჰფიცა ნათქვამია ესავმა. აი, ამ პერიოდიდან ძმებს შორის წესრიგი დამყარდა და პირმშოობის ღირსება გადადის მასზე, ვინც სულიერი სათნოებებით ბრწყინავს. და მიყიდა ესავმა პირმშოება. ამბობს წმინდა წერილი, ესე იგი, საჭმლის გამო მისთვის ბუნებრივად ბოძებული პირმშოება არად ჩააგდო. ამიტომაც დასძენს წმინდა წერილი. არად ჩააგდო ესავმა პირმშოება. ამგვარად, იგი უგრძნობი გახდა მისთვის ბუნებრივად ნაბოძები უპირატესობის მიმართ.
ეს ყველაფერი კი მოხდა, რათა მისი უგუნურება გამოჩენილიყო და საღვთო წინასწარმეტყველება აღსრულებულიყო. ჩვენ, როდესაც ამ ყოველივეს მოვისმენთ, ვისწავლოთ, რომ არასდროს შეურაცხოთ ღვთის ნიჭები და მცირედისა და უმნიშვნელოს გამო, დიდი არ დავკარგოთ. რისთვის მითხარი, როდესაც ჩვენთვის გამზადებულია ცათა სასუფეველი და უხრწნელი სიკეთე, რისთვის ვისწრაფოთ დროებითი სიმდიდრისკენ ხშირად, საღამომდეც რომ არ მიყვება, რატომ უნდა ვამჯობინოთ იგი დაუსრულებელსა და საუკუნოს? და რა შეიძლება იყოს ამ უგუნურებაზე უარესი, როდესაც დროებით სიკეთეებზე მიკჭულობის გამო ჩვენ მომავალსაც ვაკლდებით და არც აწინდელი სიკეთით შეგვიძლია დატკბობა უხრწნელად. მითხარი, რა სარგებელია დიდ ქონებაში? ანდა, განა არ ვიცით, რომ ქონების სიმრავლე ბევრს არაფერს მოუტანს ადამიანს, გარდა საზრუნავის გამრავლებისა, შფოთისა და ძილის გატეხვისა? განა, ვერ ხედავთ, რომ განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვთ კეთილდრეობა, დღემუდამ საკუთარი ჩრდილებისა ეშინიათ. აქედან მოდის მზაკრობა, ცილის წამება, მძლავრი სიძულვილი და ათასგვარი სხვა უბედურება. ხშირად ხედავ, რომ ის, ვისაც 1000 ოქრის ტალანტი გააჩნია, თავს ბედნიერ მუშაკად მიიჩნევს, რომ საკუთარი ხელებით შეუძლია თავის რჩენა. რა სიამე, რა სარგებელია, როდესაც ჩვენ ამ სიკეთეებით ვერ ვტკბებით, ხოლო მათკენ სწრაფვის გამო უმაღლეს სიკეთეს ვაკლდებით? ან კი რას ვამბობ? უმაღლესი სიკეთე, როდესაც აქ ჩვენს თავს მოწეული უბედურებისა და იქაურ სიკეთეთა მოკლების გარდა, ჩვენ გენის ცეცხლის გვემუქრება. აღარაფერს ვამბობ ათასწოდვაზე, სიმდიდრე რომ მოიტანს ხოლმე. მალვა, ღვარძლი, მტაცებლობა, გაუმაძღრობა. თუნდაც ვინმე თავისუფალი იყოს ყველა ისეთი ცოდვისგან, რაც თავისთავად ერთობ ძნელია, მასაც თუ დიდი სიმდიდრე გააჩნია, ფულს აგროვებს და მას მხოლოდ საკუთარი განცხრომისთვის მოიხმარს, არ ეხმარება გაჭირვებულებს და მასზედაც მოიწევა გენის ცეცხლი. ამის შესახებ სახარების იგავი გარკვევით გავსწავლის, როდესაც ერთნი მარჯვნივ წარმოგვიდგებიან, მეორენი კი მარცხნივ და ამბობს, რომ პირველთათვის ცათა სასუფეველია გამზადებული შეჭირვებულებზე ზრუნვის გამო. მოვედით, ნათქვამია იქ კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით. რატომ და რისთვის? რამე თუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი, სხვებს კი საუკუნო გეენა მოელით. წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი გამზადებულ არსეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის. რაოდენ მნიშვნელოვანია ეს დარიგება. ღმერთი და შემოქმედი ბრძანებს, რამე თუ მშიოდა და არა მეცით მე ჭამადი. რომელ გულს არ შეძრავს ეს, თუნდაც ქვის იყოს იგი. შენი უფალი დაიარება მშიერი და შენ ფუფუნებაში ცხოვრობ. და მხოლოდ ეს კი არ არის საშინელება, არამედ ისიც, რომ თავად განცხრომით მცხოვრები, შენ მას კადნიერად შეიზიზღებ მაშინ, როცა ის ბევრს კი არ ითხოვს, არამედ მხოლოდ ერთ პურს შიმშილის დასაცხრობად. ის სიცივისგან გაყინული გეგულება და შენ აბრეშუმით მოსილი ყურადღებასაც არ აქცევ, არანაირ თანალმობას არ იჩენ და გვერდით ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე ჩაული. რა მიტევება უნდა დაიმსახუროს ამ საქციელმა? დაე, ნუ ვიზრუნებთ იმაზე, რომ როგორმე შევკრიბოთ ყველაზე მეტი სიმდიდრე. არამედ, ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ კეთილადაც განვაგებდეთ მოპოვებულ ქონებას, შეუმსუბუქოთ ცხოვრება იმ გლახაკებს, რომელთაც ესაჭიროებათ, რათა წარუვალი სიკეთენი არ მოგვაკლდეს. ღმერთმა ჩვენი სიკვდილის დღე ჩვენგან იმიტომ დაფარა, რომ გამუდმებით ფხიზლად და მხნეთ ვიყოთ და ამგვარად უფრო მეტად ვიზრუნოთ სათნოებისთვის. იღვიძებდით უკვე, რამე თუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი. მაგრამ ჩვენ საპირისპიროს ვიქვთ და გამუდმებით გვძინავს უფრო ღრმად, ვიდრე ბუნებრივი ძილის დროს ჩავიძინებდით. ბუნებრივი ძილის დროს ადამიანი უძლური ხდება. არც ბოროტს იქს და არც კეთილს, ჩვენ კი სხვაგვარ ძილს შეუყრივართ. გვძინავს ქველს საქმეთათვის და ვფხიზლობთ ბოროტი საქმის აღსასრულებლად. ბოროტებას ურცხვად აღვასრულებთ, კეთილ საქმეში კი დიდ დაუდევრობას ვიჩენთ და რული გვეკიდება. და ჩვენ ამას ვიქმთ მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ ერთნი აქედან მიემგზავრებიან და სხვებს კი აწინდელ ცხოვრებაში ათასგვარი ცვლილება ატყდებათ თავს. ამის მიუხედავად ჩვენ ამ ცხოვრების წარმავალობაც არ შთაგვაგონებს საკმარისად და არ გვიბიძგებს სათნოებებისკენ ვისწრაფოთ, აწინდელი სიკეთენი მოვიზღოთ მომავალ სიკეთეთა სურვილით, რათა ჩრდილსა და ზმანებას ჭეშმარიტება ვამჯობინოთ. ამჟამინდელი სიკეთე ხომ არაფრით განსხვავდება ჩრდილისა და ზმანებისაგან. ამგვარად, თავს ნუ მოვიტყუებთ და ჩრდილების დევნას ნუ მოვყვებით, არამედ, ოდესმე მაინც ვიზრუნოთ ჩვენი სულის გადასარჩენად, სიმდიდრე კი შეჭირვებულებს მოვახმაროთ, რათა ამისთვის კაცთმოყვარე ღმერთმა ჩვენ ყველა სიკეთე გვაღირსოს, მადლითა და კაცთმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდით ურთ, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.